აღსრულების ეროვნულმა სამსახურმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოხუცი ქალბატონი და მისი ოჯახი ბინიდან გამოასახლა. კერძო იპოთეკარებისგან მიღებული შესხის დაფარვა ოჯახმა ვერ მოახერხა, თუმცა ადვოკატს უსამართლოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ მოხუცს ხელისაბუთებზე მოტყუებით მოაწერინა რაც გადაწყვეტ სასამართლო, რომელსაც რევიშულებმა 3 თვის წინ მიმართეს. უცნობია, როგორც გაირკვა კერძო იპოთეკარებთან შექმნილი პრობლემების პოლიტიკურ გადაწყვეტას ვერც ქართული ოცნება ახერხებს. სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები 86 წლის თინა რევიშვილი შესაძლოა თავშესაფარის გარეშე დარჩეს. სააღსრულებლო ბიუროსა და პოლიციის თანამშრომლებმა იგი საკუთარი საცხოვრებლიდან გუშინ გამოასახლეს. თინა რევიშვილი მძიმე მდგომარეობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ფილტვების ანთება, მახარიცნება. სად გადაკეთდა? რეფერალურში, ბაგრატიონზე. სასამართლოს არაცალა, პროკურატურაშიც მაქვს საქმე შეტანილი, არაცალა არაფერს. ხო და გამოსახლდეთ უნდაო და კი ბატონო გავსახლდეთ, მაგრამ მე პასუხისმგებლობას ვიცნი თავზე, მე ამას ვერცად ვერ წავიყვან, იმიტომ რომ მე არცად წასასვლელი არ მაქვს. გამეიყვან მოკვდება, სად უნდა წავიყვანო, სად ვიტირო მე ეს კაცი. ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოსახლება კანონიერად მოხდა, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ როსტომ მამულაძემ თინა რევიშვილს 2 იპოთეკის გამაერთიანებელი დოკუმენტის ნაცვლად ხელი ნასყიდობის დოკუმენტს მოაწერინა, რაც მისი აზრით კანონდარღვევაა. ოჯახმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და აღნიშნული დოკუმენტის ბათილად ცნობა მოითხოვა. მამულაძისაგან 2 წლის წინ $24,000 ოდენობით ცესხი თინა რევიშვილის შვილმა აიყო, სანაცვლოდ კი იპოთეკით დედის საცხოვრებელი დატვირთა. რევიშვილების თქმით, ცესხის ოდენობამ პროცენტიდან ერთად $75,000 შეადგინა. პროცენტებს უმატებდა და ავიდა $75,000 თავს ახლა. მე სასამართლოში შევიტანე საჩივარი, არ ელოდება სასამართლოს, პოლიციის სამართლოში შეიტანა მას, მე თაღლითური გზით მოწიეს გააყოფია ის კარმიდამო. 465 კვადრატული მეტრო მიწა აქვს ამ სახლს. გამოსახლება მოქმედი კანონის ჩარჩოებში კი ჯდება, მაგრამ უზნეობა თავისი შინაარსით ამ სიტუაციაში, როდესაც მესაკუთრედ დაფიქსირებულია ადამიანი, რომელმაც რეალურად მოატყუა ყოფილი მესაკუთრე და იპოთეკის გასვლა დაფიქსირება დააფიქსირებინა რეესტრში. აღნიშნულთან დაკავშირებით თავად როსტომ მამულაძე კომენტარს თავს არიდებს. მე არ მინდა კაცო, მე სასამართლოა და იქ დევლაპარაკებ და იქ ილაპარაკეთ. კერძო პირებს შორის იპოთეკასთან დაკავშირებული პრობლემის დარეგულირება ამ ეტაპზე შეუძლებლად მიაჩნია დაჭერის უმაღლეს საბჭოში. კერძო პირებთან პირდაპირ ვამბობ გაჭრილად ის ლომბარდიც და ის გამსესხებელიც არის ერთი კაცი. და კაცისა და კაცის ურთიერთობებში ძნელია ძალიან რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელს ყადაღა აქვს დადებული. სასამართლო პროცესი 16 მაისს არის დანიშნული.